უწყვეტი პროტესტის 51 დღეს ქვეყნის მთავარი გამზირი ისევ არის გადაკეტილი. აქციის მონაწილეებმა ტრადიციულად შეკრება საკანონმდებლო ორგანოსთან ზუსტად 7 საათიდან დაიწყეს, თუმცა მანამდე აქციის მონაწილეების ნაწილი შეიკრიბა რესპუბლიკის მოედანზე და სწორედ მსვლელობით მოვიდნენ ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან იმისათვის, რომ გააპროტესტონ ხელისუფლების მიერ მითვისებული არჩევნები და ასევე მოითხოვონ იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან პატიმრობაში. რასაკვირველია, მოქალაქეები ისევ არიან რუსთაველის გამზირზე და საავტომობილო გზა არის ისევ გადაკეტილი. მცირე ინციდენტს ჰქონდა რამდენიმე წუთის წინ ადგილის სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ, რომ მათ არ გადაეკეტათ საავტომობილო გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა მათი დაჯარიმება ადმინისტრაციული წესით, თუმცა მას შემდეგ რაც აქ აქციის მონაწილეების რაოდენობა გაიზარდა, ამის შემდგომ უკვე პოლიციელები ამ ტერიტორიაზე არ გამოჩენილან, თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ დღეს აუცილებლად დააჯარიმებდნენ მათ. რასაკვირველია, ჯერჯერობით როგორც გითხარით, პოლიციელები აქ არ გამოჩენილან და შესაბამისად რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ჩვენთვის უცნობი. აქციის მონაწილეებს გავესაუბრებით ახლა იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე 51 დღეა ამ ტერიტორიაზე დგანან. მიშა ჩარკვიანი არის ამ ტერიტორიას. კი ბატონო, ბოდიში გიხდით. სხვა ადამიანებს გავესაუბროთ, როგორც გითხარით, აქციის მონაწილეები დღესაც ისევ ქვეყნის მთავარ გამზირზე არიან იმისათვის, რომ მოითხოვონ ხელახალი არჩევნების ჩატარება, რადგან ამ ყოფი ადამიანები ერთხმად აღხვდებიან იმაზე, რომ 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ ქართველი ხალხის ხმები მოიპარა. ყველა მოქალაქე, რომელიც რუსთაველის გამზირზე დგას და არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, თანხმდება იმაზე, რომ მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რადგან არ არსებობს არანაირი მტკიცებულებები, რომლებიც ახალგაზრდების ბრალეულობას დაადასტურებს, თუმცა ამის მიუხედავად საქალაქო და რაიონული სასამართლოს მოსამართლეები ძირითად შემთხვევაში მაინც იზიარებენ ხოლმე ქართული ოცნების მითითებებს და ყველა ის პირი, რომელიც ახლა არის პატიმრობაში, არიან უკანონო პატიმრები. აქ არიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, ყველა ის მოქალაქე, რომელიც ამბობს იმას, რომ მნიშვნელოვანია ხელახალი არჩევნების ჩატარება იმისათვის, რომ კრიზისი განიმუხტოს ქვეყანაში. ნიკა ფარულავა არის ასევე საპროტესტო აქციაზე კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი. ნიკა, 51 დღეა უკვე რაც საპროტესტო აქციაზე ვხვდებით ერთმანეთს, მოთხოვნები რასაკვირველი არის უცვლელი და ამ პერიოდის განმავლობაში არის მიღწევებიც, მათ შორის სანქცირებული ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული დეპუტატები და მინისტრები, რომლებიც მოხვდნენ სანქციების სიაში. პროტესტი გრძელდება და პრინციპში მოქალაქეებს ნამდვილად არ ეტყობა დაღმოვა. რამდენიმე წუთის წინ პოლიციელების გაფრთხილების პარალელურად შენც აქ იყავი, აი რა უნდოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. ხო, როგორც ამბობენ, ვისთანაც უშუალოდ მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მოწოდება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ გზა დაეტოვებინა, თითქოს კამერები იყო ჩართული და მოახდენენ ყველას იდენტიფიცირებას და შემდეგ 5000 ლარი დააჯარიმებდნენ. ოღონდ თქვენ ხედავთ, რომ ადამიანმა არათუ გზა არ დატოვეს, არამედ აქციიდან არ წავიდნენ და ამ აქციას მსვლელობები შემოუერთა და პირიქით გაიზარდა რაოდენობა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცივა, ხო? ანუ რეალურად დასკვნა რა შეიძლება გამოვიტანოთ. ამ ქვეყანაში საბოლოო ჯამში მოახერხეს ის, რომ ადამიანებს უბრალოდ აღარ ეშინიათ დრაკონული კანონების, აღარ ეშინიათ და გადაწყვიტეს არ დაემორჩილონ იმ კანონმდებლობას, იმ ეგრეთ წოდებულ კანონებს, რომელიც ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა მიიღო და ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა დაამტკიცა, იმიტომ რომ იციან, რომ ამ კანონებს მიყავხარ არათავისუფლებისკენ, ამ კანონებს მიყავხარ იზოლაციისკენ, რასაც პრინციპში ნელ-ნელა უკვე თვალყურს ვადევნებთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადაიტეხა შიში, იმიტომ რომ აქ ყოფნა თითოეულმა ადამიანმა 51 დღის განმავლობაში გაითავისა ერთი, რომ თავარი არ შეეშინდეთ და ამასთან ერთად ეს ტექნიკურადაც მოგვარდა, ხო, სხვა ფონდები არსებობს, რომლებმაც უკვე მოახერხეს და უზრუნველყეს ის, რომ რეალურად ადამიანებს შეუძლიათ აქციაზე გამოვიდნენ, თავისუფლად გააპროტესტონ კანონიერად, თუმცა დიქტატორული კანონების გამო დაჯარიმდნენ, მაგრამ ამ კანონებზე უკვე რეაგირება აღარ არსებობს, მათი მხარდაჭერა და მთავარი ამ ადამიანმა გაიაზრეს ის, რომ ქართული ოცნება კონკრეტულ სიკეთეებს გვაკარგვინებს, მიღება იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციას ვკარგავთ და ეს ყველაფერი მათ შორის გამოიხატება იმით, რომ მაგალითად უკვე ვხედავთ რამხელა ეკონომიკურად როგორ უკან მივდივარ და ბიზნესზეც აისახა და ბიზნესმენების შეკრება ამის გადმოძახილი იყო და მთავარი, ხო, ევროკავშირი იყო კონკრეტული სიკეთე და ეს იყო გამოხატული იმით, რომ მაგალითად მოლდოვას მისცეს რამდენიმე ასეული მილიონი დასახმარებლად, რომ დაუახლოვდნენ ევროკავშირში. ჩვენ კიდევ უფრო მეც მივიღებთ. ქართული ოცნება გვტოვებს იზოლაციაში, გვტოვებს რუსეთთან ერთი ერთზე, რაც ნიშნავს საფრთხეების მომატებას. ქართულ ოცნებასთან ერთად ჩვენ არ გვექნება გარანტირებული მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა, იმიტომ რომ ვერ გავხდებით ვერც ევროკავშირის, ვერც ნატოს წევრები, როდესაც მარტო ვიყავით, ეს ძალიან ძვირად დაგვიჟდა, ძვირად დაუждდა ჩვენს უფროს თაობას, ჩვენს წინაპრებს, იმიტომ რომ ეს ქვეყანა რო აქამდე მოსულიყო, ძალიან ბევრი სისხლი დაღვარეს და ახლა ვიბრძვით იმისთვის, რომ სისხლი აღარ დაიღვაროს, გავხდეთ უსაფრთხოების ალიანსის წევრები, აი ამ ხოლგის ქვეშ მოვექცეთ და საბოლოო ჯამში გავიდეთ სამშვიდობოს და რაღაც ნორმალურობის კალაპოტში მოვექცეთ. დიდი მადლობა. ნიკა ფარულავას უსმენდით, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი. პროტესტი გრძელდება, როგორც ნიკა მახსენა, ქართულმა ოცნებამ არაერთხელ
სცადა მოქალაქეების დაშინება და ამისთვის მან არაერთხელ გამოიყენა არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მისამართით. ნახეთ დაკავების კადრები. მათ შორის არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მართველი პარტია აქტიურად იყენებს ეგრეთ წოდებულ ზონდერ დაჯგუფებებს, რომლებიც მოქალაქეებს ქუჩა-ქუჩა დაასდევდნენ და სწორედ ამ ფორმით ცდილობდნენ, რომ პროტესტი ჩაეხშოთ ქვეყანაში, თუმცა ამის მიუხედავად პროტესტი არ წყდება. ქართულ ოცნებას ნამდვილად არ გამოუვიდა მოქალაქეების დაშინება, რადგან ყოველდღიურად ზუსტად 7 საათზე მოქალაქეების მთავარი ადგილი არის სწორედ რუსთაველის გამზირი, იქ სადაც აპროტესტებენ მითვისებულ და გაყალბებულ არჩევნებს და რასაკვირველია ითხოვენ იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან პატიმრობაში. მე გავესაუბრები აქ აქციის მონაწილეებს, რომლებიც აქ კვლავ არიან უცვლელი მოთხოვნებით და მაყურებელმა კარგად იცის, რომ ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება, რადგან ყველათ აღხვდება, რომ ხელახალი არჩევნების გარეშე ქვეყანა შევა ჩიხში და პრინციპში ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ თუ როგორია ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულება ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მისამართით. გავესაუბროთ აქციის მონაწილეებს. მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით 51 დღეა უკვე პროტესტის, ისევ რუსთაველის გამზირზე ვხვდებით ერთმანეთს. აი დღეს რას ეუბნებით არალეგიტიმურ ხელისუფლებას. ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ეს რასაკვირველი არის თავარი მოთხოვნები და აი პოლიციელებმა გაგაფრთხილეს, რომ თუ გზას გადაკეტავდით, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით დაგაჯარიმებდნენ. აი თქვენი პასუხი რა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს? პასუხი არის ის, რომ ჩვენ არ დავიღლებით, იმიტომ რომ ვერც ერთი ნორმალური ქართველი, რომელსაც გული შესკივა საქართველოს ბედიღბაზე, ეხლა მოსვენებული სახლში ვერ იქნება იმ დროს, როცა ასეთი სასტიკი წესით ნაცემი ახალგაზრდები, უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები, ესეთ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. მით უმეტეს, როცა დაიწყეს ჟურნალისტების დაკავება და უკვე თითქოს გაჩნდა ის განცდა, მე პირადად ექიმი ვარ პროფესიით, რომ არ იარსებებს სფერო, სადაც იქნება დაცულობის განცდა. და აი ეს, რომ სახელმწიფოში მოშლილია აბსოლუტურად ყველა ინსტიტუტი და თითქოს ჩვენ უკვე აღარ დაგვიტოვეს არანაირი შანსი იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება, მე პირადად არ მაძლევს მოსვენების საშუალებას და არ მაძლევს იმის უფლებას, რომ გავჭირდეს სახლში. ამიტომ ჩვენ არ დავიღლებით, ჩვენ აუცილებლად უფრო და უფრო მეტი გამძლეობით, მეტი შემართებით, მეტი გააზრებით, იმიტომ რომ პირველ დღეს შეიძლება ამისთვის მზაობაც არ იყო, ეხლა ინფორმაციასაც ვეცნობით, თითქოს ვცდილობთ, რომ გავერკვიოთ იმ გეოპოლიტიკაში, რომელიც თითქმის ბევრისთვის იყო ძალიან უცხო ხილი, ესე რომ ვთქვათ, ეხლა ვხვდებით, რომ ეს ჩვენი არსებობისთვის აუცილებელი პირობაა. ანუ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, რასაც ქვია, ამისი განცდა უკვე ძალიან ბევრ ქართველს უჩნდება და მე ვფიქრობ, აი ეს არის ის მომენტი, რომელიც ჩვენ უკვე გვაქცევს ჩვენი ბედის შემოქმედებად. მე ეს დიდი მადლობა. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსმენთ პირდაპირ ეთერში, რასაკვირველია პროტესტი გრძელდება არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე. პრინციპში მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციის მონაწილეები იკრიბებიან იმისათვის, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს გააგონონ, რომ მნიშვნელოვანია ხელახალი არჩევნების ჩატარება.